დღეს იმართება საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიის ეგიდით სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ჩვენს ქვეყანაში შექმნილ COVID ეპიდემიას. დღეს ძირითადი მომხსენებლები ვიქნებით მე, გიორგი ლილუაშვილი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიის რექტორი, სამხედრო ექიმი, იურისტი. და დღეს გვექნება თემა COVID პანდემია და საქართველოს სამართლებრივი ასპექტები. ანუ ვისაუბრებ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე დღეს მოხსენებით წარდგება ქალბატონი ნონა აბდომელაშვილი, ექიმი თერაპევტი. მოხსენება იქნება პანდემია მითი თუ რეალობა, პრინციპი არ აღნო. ასევე ქალბატონი მაია ცომაია, ჟურნალისტი, გადაცემა პაციენტის დროს ავტორი და წამყვანი, თემა რეპროდუქციული ასაკი, რომელიც ჩვენი ერის გენოფონდია, ვაქცინების რისკ-სარგებელი. მეგონი წორავთ. ჩვენი კონფერენცია იყოფა რამოდენიმე ეტაპად. დღეს პირველი კაუნსლერები იქნებიან, ხოლო ერთ კვირაში გაიმართება მეორე კონფერენცია და ეს მიიღებს პერმანენტულ სახეს, იმიტომ რომ ეს თემა არის საკმაოდ დიდი თემა და შესაბამისად ერთ კონფერენციაში ვერ უახერხებდით ყველაფრის ჩატევას. მაშინ დავიწყებთ. არა, გამოგაცხადებთ. პირველი საკითხი, როგორც მოგახსენეთ, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო და მომხსენებელი გახლავართ მე. მეგონი გაიხსნება. და რა თქმა უნდა დავიწყოთ ჩვენი მთავრობის ანგარიშით, რომელიც წარადგინეს თუ რა გააკეთეს 2020 წელს სამართლებრივი საკითხები. სწორედ ამ ფორმატით მინდა დავიწყოთ, იმიტომ რომ რატომღაც ჩვენს მოსახლეობას წარუდგინეს ისეთი გეგმა, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგში არის და აღნიშნული და აღნიშნული ანგარიში, რომელიც მთავრობამ წარუდგინა ჩვენ საზოგადოებას, ყველა დააკვირდებით, რომ ისეა გაწერილი თითქოს და აწყობილი იყოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი. სამწუხაროდ ჩვენ როდესაც დავიწყეთ შესწავლა სამართლებრივი საკითხების, პირველი დარღვევა უკვე აღმოვაჩინეთ თავიდანვე, როდესაც მთავრობამ განაცხადა, რომ შექმნა უწყებათა შორისი სააკოორდინაციო საბჭო. თქვენ ალბათ დააკვირდებით, სააკოორდინაციო საბჭოს შექმნის თარიღი არის 28 იანვარი. ამ მოხსენებიდან გამომდინარე, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ როდესაც მოძიება დავიწყეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, 28 იანვარს არ აღმოჩნდა, რომ უწყებათა შორისი საბჭო შეიქმნა. შემდგომში გამოვითხოვეთ ეს დოკუმენტაცია, სხვათა შორის გამოქვეყნებული არ არის ეს დოკუმენტი, ცნობისათვის რომ იცოდეთ. აღნიშნული დოკუმენტი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის განკარგულება 618/2020 წლის 30 მარტი. როგორც ყველას მოგეხსენებათ, ამ პერიოდისათვის ჩვენ უკვე საგანგებო მდგომარეობა ჰქონდა გამოცხადებული ქვეყანაში, შეზღუდვები უკვე არსებობდა და სწორედ აი ამ პერიოდში არის შექმნილი ეს საკოორდინაციო საბჭო. ახლა ბევრისთვის ეს შეიძლება ითქვას, რომ ხო შეიქმნა და დიდი რამე როდი შეიქმნებოდა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ სამართლებრივ საკითხებზე, ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი. როდესაც ორი თვის დაგვიანებით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა
იზღუდებოდა კონსტიტუციურად შეიზღუდა ჩვენი უფლებები. აღარ არსებობდა ის დემოკრატიის მონოპოლარი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა. ვისი მითითებებით ხელმძღვანელობდა ჩვენი მთავრობა, ვისი ხელმძღვანელობით ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი, როდესაც აცხადებდა საგანგებო მდგომარეობას. ასევე თქვენთვის საინტერესო იქნება თუ რომელი უწყებები შედიოდა ამ სააკოორდინაციო საბჭოში, რომელიც ფაქტიურად ჩვენთვის უცნობი იყო. უცნობი იყო და დღესაც უცნობია ბევრისთვის და ამ ბოლო ხანს ცნობილი სატელევიზიო დებატები გირშსა და ინფექციური საავადმყოფოს მთავარ ექიმს შორის ცოტა ისეთ წარიმართა თითქოს და სააკოორდინაციო საბჭოში ისინი არ შედიოდნენ. მე მინდა გითხრათ, რომ სააკოორდინაციო საბჭოში შედიოდნენ ფაქტიურად ყველა სამინისტროები, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, უწყებების ხელმძღვანელობები შედიან ფაქტიურად ამ სააკოორდინაციო საბჭოში, მათ შორის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორიც, რომელიც რატომაც მიცხადებდა, რომ ის არ შედიოდა სააკოორდინაციო საბჭოში და არ მონაწილეობდა ამ ცნობილ მოვლენებში. რაც აბსურდი არის. ასევე ამ საბჭოში შედიოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და პარლამენტის ასევე როგორც პარლამენტის წარმომადგენლები შედიოდნენ, ასევე ამ საბჭოში შედის სახალხო დამცველის. ანუ ფაქტურად მთელი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ ამ ბრძანების საფუძველზე. და საინტერესო კიდევ რა გახლავთ ამ კანონებთან დაკავშირებით. როდესაც პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ დააგრძელა 22 აპრილამდე, არა 22 მაისამდე გააგრძელდა საგანგებო მდგომარეობა. ანუ ამ პერიოდში სააკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და 22 მაისამდე ჰქონდა სააკოორდინაციო საბჭოს იურიდიული ძალა. ხოლო როდესაც გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, ავტომატურად მოხდა, რომ სააკოორდინაციო საბჭოს შეუჩერდა თავისუფლებები, იმიტომ რომ ეს სააკოორდინაციო საბჭო შექმნილი იყო აი ამ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით და არა ისე ზოგადად, ასე რომ ვთქვა. ამიტომ შემდგომში განხორციელებული პროცესები, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა გარკვეული შეზღუდვების დაწესება, მოხსნა, განკაცრება, ეს უკვე საკოორდინაციო საბჭოს აღარ ეხებოდა და შესაბამისად ჩვენ სატელევიზიო სივრცე ვატყუებდა სრული აბსოლუტის მნიშვნელობით და მოსახლეობას თავს ახლობდა გარკვეული ძალების და ჯგუფების მიერ ასე რომ ვთქვათ ძალაუფლებას და ამიტომ ეს ყველაფერი რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში იყო კანონგარეშე. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი პროტესტი, როდესაც ვაპროტესტებდით მიღებებთან დაკავშირებულ ჯარიმებს, ასევე კომენდანტის ეგრეთ წოდებულ კომენდანტის საათთან დაკავშირებულ ჯარიმებს, ეს ყველაფერი ხას ცილდებოდა კანონს და ცილდება კიდევაც დღეს კანონს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს გამოაცხადეს, რომ თვითონ ამ მინისტრიას აცხადებენ, ამ მინისტრის გამოცხადებას აპირებენ და უნდა დააუყოვნონ ეს ჯარიმები, ცოტა არ იყოს აბსურდი არის. ამ მინისტრია შეიძლება გამოუცხადო თუ დანაშაულია ადამიანს ჩადენილი და როდესაც ადამიანებს არ აქვს არანაირი დანაშაული ჩადენილი, ამ შემთხვევაში ამ მინისტრია კი არ უნდა გამოაცხადო, ეს ჯარიმები უბრალოდ უნდა გაუქმდეს და შესაბამისად ვინაც გამოწერა ეს უკანონო ჯარიმები პასუხისგებაში უნდა მიეცეს. მით უმეტეს ჩვენი მოქალაქეების ღირსება შელახული იყო და თითოეული ჯარიმის გამოწერის პროცესში საკმაოდ სერიოზულ შეურაცხყოფას ღებულობდნენ თითოეული ჩვენგანი და ამ დროს ეს იყო ყველაფერი უკანონობა. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ რამოდენიმე თვის უკან ოფიციალურად მივწერეთ მთავრობას და ერთობლივი წერილი შევიტანით მთავრობაში, რომ გაუქმებულიყო აღნიშნული ჯარიმები
და ვინაც გადაიხადა ეს ჯარიმები, უკან დაბრუნებოდათ ეს თანხები. ამასთან დაკავშირებით აღზრულიც არის სისხლის სამართლის საქმე, მოძიებაც არის დაწყებული პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში. ამიტომ ეს თემები დღეს, როდესაც ფაქტურად ხელისუფლება ცდილობს, რომ პოლიტიკური დივიდენდები დაიწეროს მოსახლეობაში, არც ისე დიდი, ასე რომ ვთქვათ, სარგებლის მომტანი არის, იმიტომ რომ კიდევ მეორე, თუ ადამიანს არ ჩაუდენია დანაშაული, მისი ამინისტირება არ ხდება. და ის ჯარიმები არის უკანონო, შესაბამისად სასამართლოში არის შეტანილი და თითოეული ჯარიმის განხილვა უნდა იყოს და ყოველივე ადამიანი, რომელმაც უკანონოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დააჯარიმა ჩვენი მოქალაქეები, შესაბამისად უნდა დაისაჯონ. ელემენტარულად უნდა საყვედური მაინც უნდა გამოუცხადეთ იმის გამო, რომ მათ კანონი გაარღვიეს და გადააჭარბეს თავისუფლება მოსილებებს. იგივე მდგომარეობა არის კომენდანტის საათთან დაკავშირებით. კიდევ მეორე, კომენდანტის საათის გამო ჩვენ არ გვაჯარიმებდნენ ჩვენს მოქალაქეებს და სამართლებრივად შეიქმნა გარკვეული, ასე რომ ვთქვათ, სერიოზული პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ მუხლები, რომელიც მითითებული იყო საჯარიმო ფიქრებში, წარმოადგენდა სულ სხვა მოცემულობას, მაგალითად 52 მუხლი ჯერ კიდევ 98 წელში იყო გაუქმებული და შრომით დავებს ეხებოდა, ცოტა არ იყოს აბსურდიც კი არის, როდესაც საპატრულო პოლიცია იმას გვეუბნებოდა, რომ თვითარშიო ჩვენო ვერ ვწერთ ზუსტად მუხლსო, იმიტომ რომ ხარვეზი გვაქვს და ამ დროს თუ ხარვეზი არის და გაუმართავი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცედურული და კომპიუტერული სისტემები, ჯობია რომ მას მიხედონ და ის გაასწორონ, ვიდრე მოქალაქეებს დაძლებდნენ და აჯარიმებდნენ. ასევე მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი ამინისტირებას აპირებენ პირვადების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების მიმართ, კვლავ გრძელდება მოქალაქეების დაჯარიმება. სულ ახლახანს რამოდენიმე ადამიანმა მოგმართა და გითხრა, რომ აი რა ვქნათ, კიდევ ვაჯარიმებენ. ანუ რასთან გვაქვს საქმე? ეს ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ ქვეყანაში კვლავ სამართლებრივი პრობლემები არის, კვლავ ითქმუნება ჩვენ მოქალაქეების უფლებები და ხდება მოქალაქეებზე ზეწოლა. ამიტომ ყოველივე ამის წინააღმდეგ ჩვენ კვლავ აღვწევთ ბრძოლას და თითოეული მსგავსი შემთხვევა კვლავ დაფიქსირდება, კვლავ მივცემთ რა თქმა უნდა სამართლებრივ საკითხებს სამართლებრივად გავასაჩივრებთ და ვიბრძოლებთ შემდგომ შედეგის მისაღებად. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა არის დაფიქსირებული, როდესაც სასამართლოს ხდომა ჩატარდა და მოგებული არის ეს ხდომა, ეს იყო საჩხერეში, როდესაც პირვადებთან დაკავშირებით გაასაჩივრა და მოხდა სასწაული, სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა ეს ჯარიმა. შემდგომ იგივე პროცესი გაგრძელდა სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოშიც მოგებული არის ეს საკითხი. სამწუხაროდ დანარჩენი საქმეები შეჩერებულია სასამართლოებს, არ განიხილავენ და ელოდებიან ალბათ პოლიტიკურ განკარგულებას, რომ მიიღონ შემდგომში გადაწყვეტილება, თუმცა რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, შესაბამისად ის პირები, ვინც უკანონო ჯარიმები მიიღოს, უნდა დაისაჯონ. ახლა რაც შეეხება თავად სამართლებრივ საკითხებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს არანაკლებ აწუხებს იძულებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კანონმდებლობით არ არის მიღებული, რომ სავალდებულო იყო ეს ვაქცინაცია, თუმცა როგორც პირვადებთან დაკავშირებით და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში არა პირდაპირ ზეწოლით ხდებოდა ტელევიზიების მეშვეობით სამხრივად გაშუქება და მოქალაქეებს არ ეძლეოდათ სხვა მოსაზრებების მოსმენა კოვიდთან დაკავშირებით, კვლავ იგივე პროცესები მიმდინარეობს. სამწუხარო არის, რომ ტელევიზიები კვლავ ბლოკავენ ამ თემას და არაძლევენ მოქალაქეებს სრულფასოვნად გაეცნონ
COVID-თან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამისად ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენი ორგანიზაციები ანუ სხვადასხვა ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც ებრძვის ამ COVID ასე რომ დავარქვათ ფაშიზმს, ძალიან არ მინდა მოიხსენიო ფაშიზმის ხსენება და ეს ცოტა ისეთი ის არის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ზუსტად აი ფაშისტური გერმანია როგორც იქცეოდა და როგორც ატარებდნენ ექსპერიმენტებს, ზუსტად იგივე ექსპერიმენტს ატარებს ჩვენს მოქალაქეებზე და ამიტომ ჩვენ გვიწევს ასე რომ ვთქვათ ბრძოლა ამასთან დაკავშირებით. გარკვეული ექიმების ჯგუფი, რომელიც ვაპროტესტებთ ამ საკითხებს, ვცდილობთ რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაციები ყველაფერი და ამიტომ ეს კონფერენციებიც ამის გამო ჩაინიშნა და ეს კონფერენციები ზუსტად აი ამას ემსახურება, რომ განსხვავებული მოსაზრებები, რომელიც არის მრავლად ჩვენს ქვეყანაში, პროფესიონალების მიერ იქნეს მიტანილი საზოგადოებამდე. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საპატრიარქოს, რომ მოგვწეს საშუალება აი ამ დარბაზში სამების საკათედრო ტაძრის ქვეშ მოხდარიყო ამ კონფერენციის ჩატარება და შესაბამისად გარკვეული ინფორმაციის მოწოდება მოსახლეობისათვის. მე გავაგრძელებ თემას ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ საკითხებს. ჩვენ მოგმართა რამოდენიმე ადამიანმა, ვისაც არაპირდაპირ ზეწოლას ეწევიან და თხოვენ, რომ გინდა თუ არა ვაქცინა უნდა გაიკეთოს, თუ არა სამსახურში არ დაუშვებენ, ამასთან მიმართებაში ვამზადებთ სარჩელებს და მიმართავთ აუცილებლად სასამართლოს, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჩავაყენებთ საქმისში პროკურატურას და მოვითხოვთ სისხლისამართლის საქმის აღზრდას, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება ვინმეს დააძალოს რაიმე ქმედება. ისიც პრობლემა იყო, როდესაც ჩვენ დაგვაძალეს ფაქტურად პირბადეების გაკეთება და შეგვიზღუდეს უკანონოდ. ჩვენი უფლებები შეიზღუდა უკანონოდ. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ ხასუსვალ ბრძოლას ამასთან დაკავშირებით, თითოეული დეტალები შემდგომში კვლავ იქნება ცნობილი, თუ ვინმეს რამე შეკითხვა შეგიძლიათ დავისვათ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და გაგცემთ პასუხს. მე ხაზს გავუსვებ, რომ გამყრელიძის სიტყვები ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო ფაქტურად კანონგარეშე არის, თუმცა მათ გადაწყვეტილებებს ჩვენ გვაიძულებენ და ძალით გვასრულებენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რაც შეეხება გამყრელიძის განცხადებებს, ფაქტურად გამყრელიძის განცხადებები კანონგარეშე არის და პასუხისგებაში არის გამყრელიძე მისაცემი ზუსტად იმ განცხადებების გამო, რომელსაც ის საზოგადოებას უცხადებს ტელევიზიით. თუმცა მე გეთანხმებით საქართველოში სამართლებრივი საკითხები ცოტა კი არა სამწუხაროდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის და ამასთან დაკავშირებით ისევ და ისევ მოქალაქეებმა ერთად უნდა ვიაქტიუროთ, იმიტომ რომ მარტო სამართლებრივი საკითხები სასამართლოში შეტანა საჩივრების ეს არ შეაჩერებს ამ პროცესს და დირექტორები, რომლებიც ზეწოლას ახორციელებენ ფაქტურად არაპირდაპირ ზეწოლას ახორციელებენ პედაგოგებთან დაკავშირებით, ეს საკმაოდ ძიმე საკითხი არის. ჩვენ მუშაობთ ამასთან დაკავშირებით, არის შექმნილი პედაგოგთა რამოდენიმე ჯგუფი, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე ასეულ პედაგოგს და გვინდა რომ ეს მაქსიმალურად ერთობლივი ძალებით აღბრძალოთ ეს იზოლებითი ვაქცინაცია. მით უმეტეს, როდესაც ეს ვაქცინები არ არის გამოცდილი და ექსპერიმენტული ვაქცინები არის. დაუშვებელი არის ვინმეს დავაძალოთ ექსპერიმენტში მონაწილეობა. ამიტომ გარდა იმისა, რომ სამართლებრივი
საკითხების მომზადება არის დაწყებული, ასევე დაწყებული არის მობილიზება ყველა პედაგოგის, ვინც ეწინააღმდეგება და ასევე ყველა იმ ადამიანის, ვინც ეწინააღმდეგება იზოლებით ვაქცინაციას და მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით იქნება შესაძლებელი ამ ყველაფრის თავიდან აცილება. სხვა შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგად ხედავთ რა მდგომარეობა არის, როდესაც ავტობუსებშიც კი მოსახლეობა ისე არის მოწამლული, რომ ფაქტობრივად საზოგადოებრივი დაპირისპირება მოახდინეს ჩვენს ქვეყანაში პირბადეებთან დაკავშირებით. ახლა მე პირბადეს გავიკეთებ თუ არ გავიკეთებ, ეს სხვისი გადასაწყვეტი ნამდვილად არ უნდა იყოს, მით უმეტეს მე თუ ჯანმრთელი ადამიანი ვარ და არავის საფრთხეს არ ვქნი და არ ვქნი იმის საშიშროებას, რომ ვიღაცას რაღაც სასიკვდილო ვირუსი გადავდო. მით უმეტეს კოვიდი არ არის ის ვირუსი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სასიკვდილო ვირუსად და ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა. და თავად ეპიდემიის გამოცხადებაც ცოტა არ იყოს ესეთი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ რომ როდესაც მსოფლიოში დაიწყეს პანდემიაზე საუბარი, არ იყო ის პროცესები დაწყებული, რისთვისაც შეიძლება პანდემია გამოცხადებულიყო. ხოლო საქართველოში კი ეპიდემია არც გამოცხადებულა, დღესაც არაა გამოცხადებული და შესაბამისად ის პროცესები, რითიც ჩვენ გვაშინებდნენ და გვემუქრებოდნენ და დღესაც გვემუქრებიან, ტალღებთან დაკავშირებით, უკვე მეოთხე ტალღაზე ლაპარაკობენ და რაღაცა ინდური შტამი და ასე შემდეგ, ცოტა არ იყოს საღასთან ახლოს ვერ მიდის. რაც შეეხება ვაქცინებთან დაკავშირებით, ასევე დიდი შეკითხვა ისმის ვაქცინების საერთოდ აი ამ სახის ვაქცინების გაკეთებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ მუტაცია დაინცადა ვირუსმა, მაშინ რა საჭირო არის ამ ძველი ვაქცინების გაკეთება, თუ ის ეფექტს არ მოგვცემს და პირიქით არის შემთხვევები, როდესაც ლეტალობით დამთავრდა და გარდაიცვალნენ ადამიანები, ვინც აიცა. ასევე დაუმძიმდათ უფრო ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ ეს ყველაფერი როგორც სამართლებრივად, ასევე ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს გაპროტესტება. რა თქმა უნდა, მე ამ საკითხთან დაკავშირებით დავიცანი მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელში, ეს იყო ერთ-ერთი ბლოგერის მიერ გაკეთებული განცხადება, სამართლებრივი დოკუმენტი პირადად მე ვერ აღმოვაჩინე. ნახე? სად? ჯანდაცვის კანონში ცვლილების შეტანით უფლებამოსილების გადაცემა საკოორდინაციო საბჭოსთვის სამართლებრივად ვერ მოხდება. მით უმეტეს პარლამენტის უფლებამოსილების გადაცემა ეს არის აბსურდი. მაშინ პარლამენტმა უნდა დაიხუროს თავზე კუდი და წავიდეს სახლში. ასე კი ბატონო, მაგრამ საქმე ის არის, რომ საუბარი იყო ასევე ადრეც, როდესაც აქ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საკოორდინაციო საბჭო, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, შეიქმნა კოვიდთან დაკავშირებით და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ შესაბამისად საკოორდინაციო საბჭომ დაკარგა თავისი იურიდიული უფლებები. ის, რასაც ჩვენ ვიყვებიან, ეს არის ზღაპრები. ახლა რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო, მეორე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა 15 დეკემბერს. ეს იყო საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათა შორის საკოორდინაციო კომისიის შექმნა. ანუ მეორე საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც უშუალოდ დაევალა ვაქცინაციის ჩატარება. ანუ ეს საბჭოებთან დაკავშირებით ცოტა სხვა საკითხები არის. საკოორდინაციო საბჭო, რომელზეც აქცენტი გვაქვს ჩვენ გაკეთებული, ის ფაქტურად გაუქმებული არის, როდესაც პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა 22 მაისს, მაშინ შეუწყდა მას უფლებამოსილება, იმის შემდგომ აღარ შექმნილა ახალი საკოორდინაციო საბჭო, შეიქმნა კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისია.
და რომელიც ფაქტურად ფუნქციონირებს და ფაქტურად ისინი ატარებენ ღონისძიებებს თუ როგორ აგვცრან ჩვენ. კი, არა, გეგმაც არის და საკოორდინაციო საბჭო არის შექმნილი შესაბამისად და ეს კომისია მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ აგვცრან და არა იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-თან დაკავშირებული პრობლემები მოიხსნას და ამ კომისიაში უამრავი უცხება შედის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები შედის და საელჩოები შედიან. ზოგადად არ იყოს ამ კომისიასთან დაკავშირებით არავის საერთოდ შეკითხვებიც კი არ უშვება, როდესაც ეს კომისია უფრო ფართო მასშტაბიანი არის, ასე რომ ვთქვათ, ექვემდებარება ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრი განაგებს ამ ვაქცინებთან დაკავშირებულ საკითხებს. მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ თუ პარლამენტი თავის უფლებამოსილებებს გადასცემს საკოორდინაციო საბჭოს, მაშინ პარლამენტი უნდა პარლამენტის დათხოვნა უნდა მოხდეს, იმიტომ ის თავის ფუნქციებს კარგავს. პარლამენტი არის არჩევითი ორგანო და მას უფლება არ აქვს მოსახლეობამ რაც უფლებებიც მიანიჭა მას არჩევით ორგანოს, მან გადაცეს დანიშნულად ორგანოს. ანუ საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა არის დანიშნული. პრეზიდენტს როცა გაუხარდება, მაშინ დანიშნავს და როცა გაუხარდება, მაშინ მოხსნის. ასე არ ხდება. ბერკეტი ჩვენ გქონდას ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში გვინდოდა შეგვეტანა სარჩელი, ერთ სარჩელი შეტანილი გვაქვს, თუმცა შემდგომ შევაჩერეთ ეს კანონი თუ დამტკიცდა, ჩვენ გვექნება ტოტალიტარული სახელმწიფო და ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ახლა მე ეკლესიის კედლებში არ მინდა რაღაც შეიარაღებული გადატრიალებისკენ მოუწოდო, მაგრამ მოსახლეობას აქვს დაიცვას თავისი უფლებები. ანუ სხვა გამოსავალი არაფერი იქნება თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ თუზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და ის პროცესები რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში კანონგარეში არის. ანუ პარლამენტი ვერ მიიღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ვინმეს რამე უფლებები გადასცეს, ამის უფლება არ აქვს, თუ არ მოხდება სამივე სახელისუფლებო რგოლის მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება. აქ უნდა იყოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, აქ უნდა იყოს მთავრობის გადაწყვეტილება. მე გეტყვით, არ არის მასე საქმე, ზუსტად მაგ პრობლემა შეიქმნა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შეზღუდვები არის დაწესებული და მთავრობის დადგენილებაზე არის აქცენტი გაკეთებული, ზუსტად ის მთავრობის დადგენილება კანონგარეში არის. ანუ ჩვენ დღეს სადაო გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდა, მას შემდეგ არ მომხდარა და უფლებები არ აქვს მთავრობას მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდავს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. ეს არის ჩვენი კანონმდებლობით. კანონის მასე მარტივად შეცვლა შეუძლებელი არის და ყოველი კანონის მიღების შემთხვევაში ისინი უფრო მეტ ანტიკონსტიტუციურ, ანტისამართლებრივ სფეროში ექცევიან და მოსახლეობას ეძლევა იმის უფლება იბრძოლოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დაიცვას საკუთარი უფლებები და მოსახლეობა თუ დაიცავს თავის უფლებებს და დაიბრუნებს თავის ძალაუფლებას, მაშინ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება. ეს არის სამართლებრივად. რაც შეეხება ის გამყრელზე ბოდიში და რას იჭორავებს ტელევიზიით, სამწუხაროდ ტელევიზიები უწყობენ ხელს დღეს და ის ფაქტურად ჭორბიურო არის. ისინი ყოველგვარი მეცნიერული თუ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე აცხადებენ ამა თუ იმ სტატისტიკას. მე იმასთან დაკავშირებითაც მინდა განცხადება გავაკეთო, როდესაც 5000 კაცი არის საუბარი, 5000 კაცი გარდაიცვალა COVID-ით, 5200 რაღაცა არის ოფიციალურად დაფიქსირებული. არც ეს მტკიცებულება არ არის იმის, რომ ისინი COVID-ით არიან გარდაცვლილები. ანუ, როდესაც ადამიანის გარდაცვალების საკითხი დგება, COVID-ით გარდაიცვალენ ადამიანები, ამის მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ჩვენ გვაძლევენ სტატისტიკას. იმ სტატისტიკას, რომელიც
არ ემყარება არც ექსპერტიზის დასკვნებს, არც არაფერს. უბრალოდ ასე სურთ და ამიტომ გამოაცხადეს. ჩვენ გვაქვს სამართლის ასევე მოკვლევა მიმდინარეობს ადამიანებთან დაკავშირებით, როდესაც კოვიდით არ იყვნენ დაავადებული, მოათავსეს კოვიდიანებში და ასე შემდეგ. გარდაიცვალნენ და რა თქმა უნდა კოვიდ გარდაცვლილებსაც მიაწერეს. ასევე ფაქტი სენაკში, როდესაც დღემდე არ დაუმარხიათ კოვიდით გარდაცვლილი ქალბატონი ოჯახს, დღემდე დაუმარხავი არის ის ადამიანი, ითხოვენ ექსპერტიზის ჩატარებას. ანუ ეს ყველაფერი ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სამართლებრივი საკითხები მოწესრიგებული და ვიღაცებს სურთ, რომ აი ეს კოვიდ ინფექცია თუ ისტერია არის თავისი ძალაუფლების გამყარებისთვის ხდება ეს ყველაფერი. მტკიცებულებებით უნდა მოხდეს, არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერად იყოს ეს ნათქვამი და ეს არ იყოს დოკუმენტაციის გარეშე. ჩვენ მუშაობთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ იურიდიული ჯგუფი მუშაობს ამასთან დაკავშირებით და საკმაოდ ბევრი მასალებია, მაგრამ მტკიცებულებები იმის, რომ ეს ადამიანები პასუხისგებაში მიეცეს, უნდა იყოს მხარი, რომელსაც ასე რომ ვთქვათ, უთხოვარი და შესაბამისად პროკურატურაში უნდა აღიძრას საქმე. ეს არის ეტაპები, რომელიც არის გასავლელი, ეს ფორმა მასე მარტივი არ არის. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მუშაობდით აი საკონსტიტუციო სასამართლოში 4-მა დამოუკიდებელმა ჯგუფმა შეიტანა ამ კოვიდთან დაკავშირებით სარჩელები. მოხდა ისე რომ გააერთიანეს ეს სარჩელები და მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტრისას და ავისას. ჩვენ საწინააღმდეგო, ჩვენ არ გვინდა რომ მსგავს ასე რომ ვთქვათ, ავანტიურაში გავებათ და იმის მაგივრად რომ ჩვენ მოქალაქეებს გაუიოლოთ ცხოვრება, პირიქით გაურთულოთ. მაგალითისთვის გეტყვით იმასაც, როდესაც პირბადებთან დაკავშირებით დავიწყეთ, რომ რაც კანონში ეწერა, ის შეესრულებიათ, გარკვეული ორგანიზაციები გამოვიდნენ და ითხოვდნენ, რომ ღია სივრცეშიო საჯარიმო სანქციაო არ არის გაწერილი და ჩაწერილი და კანონში ცვლილება შეატანიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებიებდა, ატარებიებდა საკუთარი თავის წინააღმდეგ აქციებს სხვათა შორის. ამიტომ ჩვენ არ გვინდა მსგავს სიტუაციაში დავეხვეთ და ამიტომ ყურადღებით დინჯად მივყვებით თითოეულ დეტალს იმისათვის, რომ სამართლებრივ საკითხებში არ შეგვექმნას რაიმე პრობლემები. მით უმეტეს ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული, ძლიერი, ჭკვიანი ძალა მოქმედებს. ისინი არ არიან უჭკუეები და ეს ყველაფერი დაწყებული არის ეპიდემიის პანდემიის გამოცხადებამდე რამოდენიმე წლით ადრე. 3-4 წლით ადრე არის დაწყებული კანონებში ცვლილებების შეტანა და ჩვენ მუშაობთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ორგანოებით ვაჭრობაც კი მიმდინარეობს ახლა და სხვათა შორის პარლამენტში დაიწყეს ლაპარაკი კანონმდებლობის მომზადებას აპირებენ ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ ამასთან მიმართებაში, ჩვენს ქვეყანაში რა ხდება, ეს გვაქვს მისახედი. კი, კარგი არის, რომ ვიცით, ამერიკაში რა ხდება, გერმანიაში რა ხდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საქართველოში რას აკეთებენ და რას აპირებენ, ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ უნდა მოემზადოთ ჩვენ და ამას უნდა დაუპირისპირდეთ, მაგრამ იქ სხვა საზოგადოება არის. ამერიკაში სხვა საზოგადოება არის, გერმანიაში სხვა საზოგადოებაა და მათი მიტინგებით თუ გაქვთ ნანახი და გამოსვლები კოვიდთან დაკავშირებით რამოდენიმე მილიონიანი იყო და ჩვენთან სამწუხაროდ საზოგადოება ცოტა სხვანაირად უყურებს ამ საკითხებს და არ გვინდა რომ რაღაც ისეთი სამართლებრივი შეცდომა დაუშვათ, რომელიც შემდგომ გაართულებს უფრო ჩვენს მდგომარეობას. აი ეს პრობლემები არის და მუშაობთ ჩვენ. და ის მითითება ვრცელდება სოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ და მას აღასრულებს საქართველოში გამყრელიძე, ცერცვაძე და ასე შემდეგ. აი ეს ჯგუფი რეკომენდაციების სახით მთავრობაზე დაყრდნობით რა პოზიციას იკავებს თქვენი ეგრეთ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. 1000 იურისტი, 10000 ექიმის სპეციალისტი, რომელიც ჩართული არის ამ საკითხში, სხვათა შორის ჩვენი ექიმებიც არიან ამ პროცესებში ჩართული. 10 მუხტთან დაკავშირებით არის წაყენებული ბრალდება სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წინააღმდეგ და
ცალკეული სახელმწიფოების ხელმძღვანელობების მიმართ. Მსგავსი საქმეები უკვე დაწყებული არის ისრაელში, იქ როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი გადააყენეს გარკვეულ დანაშაულებებში დებენ ბრალს და მიდის პროცესები, ასევე გერმანიაში მწვავედ მსგავსი საკითხები სწორედ გერმანია იყო, როდესაც პირველმა ჩაატარა ექსპერტიზა გვამების გაკვეთა და აღმოაჩინა ის დარღვევები, რომ ფაქტურად კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებს საერთოდ კოვიდიც კი არ დაუდასტურდათ, რომ ჰქონდათ. ვისაც ჰქონდა კოვიდი და იყო საუბარი, რომ კოვიდით იყო გარდაცვლილი, ორგანოები, სადაც ცვლილებები იყო და რის გამოც იყვნენ ეს ადამიანები გარდაცვლილები, იქნა გაკვეთილი და თავად ქსოვილებში არ აღმოჩნდა კოვიდის ცხოველყოფილობა, ანუ ეს იმას მოასწავებდა, რომ კოვიდისგან არ იყო გარდაცვლილი. კოვიდი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ან სიკვდილი არ გამოიწვიოს და სულ სხვა მიზეზით იყოს გარდაცვლილი. მაგალითად გეტყვით, რომ არასწორი მკურნალობა, სხვა თანხლები, დაავადებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი რამ შეიძლება იყოს სიკვდილის გამომწვევი. თუმცა არც ერთი შემთხვევა არ იყო დადასტურებული, რომ უშუალოდ კოვიდისგან იყო გარდაცვლილი. აი სწორედ ამ პროცესებში ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული, როგორც კი შეიქმნა ეს ჯგუფი თავიდანვე ვამზადებთ მასალებს, შესაბამისად ხას უსვავ, რომ თუ მტკიცებულებები, მყარი მტკიცებულებები, დოკუმენტაციული მტკიცებულებები არ იქნება სასამართლო პროცესში მარტო სიტყვიერი განცხადებებით შორს ვერ წავალთ. ამიტომ ამისთვის არის ჯგუფი შექმნილი, იურისტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში დაიდება ყველა მასალები, რასთან დაკავშირებით გვაქვს საქმე და სამართლებრივი შეფასებებიც უკვე მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება ჩამოყალიბებული და საზოგადოებას გავაცნობთ.